პირველი ღარი დავაყენე დღეს. ღარები არ მქონდა დაყენებული, უბრალოდ ესენი მქონდა დატოვებული, გაღებული რა. უკვე წვიმები წავიდა, რამდენჯერმე ყინვა იყო ძალიან ძლიერი, დღესაც ძალიან სერიოზული ყინვა იყო და დავაყენე. მე როგორც იცით ან თუ არ იცით, ეხლა გეტყვით, GRC-ის იმპლემენტებს ვიყენებ, აი ეს ყველაფერი არის GRC-ის. რა ვიცი, მე ძალიან მომწონს, იმიტომ რომ ძალიან კომპაქტურია, ცოტათი ძვირი ყირს, ცოტათი კი არა, კარგად ძვირი ყირს. ვიდრე ადგილზე რომ დაამზადებინო ცეხში ვინმეს დააღუნინო, მაგრამ ესეთ ლამაზ და ესეთ ხარისხიანს ვერ მიიღებ მაინც და სულ არის 4 ეგეთი ღარი რა, 4 ეგეთი დროება და მე გადავწყვიტე რომ ეს გამეკეთებინა. კიდე რა თქმა უნდა, აქაც არის ერთი ვარიანტი. აქაც დამჭირდება ღარები სავარაუდოდ ზამთარში. მაგრამ ჯერჯერობით ვფიქრობდი, ვითომ ჯაჭვებს ჩამოვკიდებდი, არის ესეთი საკითხი, ესეთი მარტივი მოგვარების მეთოდი, ჯაჭვები უნდა ჩამოკიდო და წვეთი ჯაჭვისგან შორს არ გადავარდება და ხა ჩვეულებრივად რომ წყალი ჩამოვიდეს, ესე გაეშხება გვერდზე, იქით მიესხმება კედელს, მიესხმება კოლონებს და როცა ჯაჭვი არის, მაინც ჯაჭვს მოყვება რა. აქ ვფიქრობდი ჯაჭვების დაკიდებას და ეს საკითხი ხამწვად ღიად მაქვს დატოვებული. შეიძლება აქაც რუბები გავაკეთო. ეხლა აქეთ მაგალითად სადღაც ყოველ მეტრში დავარ ტყია ესენი დამჭერები. აი ნახეთ. აი მებით მაგრდება. ეს ეხლა მე წამოვაცვი ესე და უჭერს ეს ძალიან ძლიერად, ძალიან არად არის. ყოველ მეტრში ბოლოში ესე და კიდე ერთი ძალიან საინტერესო რაღაცა, რომელიც გამოგადგებათ. აი ნახეთ რა ხდება, როცა აშურუპებთ გადაბმებში. მაინც რეკომენდირებულია რომ დაშურუპებული იყოს და უნდა დააშურუპოთ ყოველთვის ზემოთ მხრიდან. აი აქედან არ დააშურუპოთ. არის მიუდგომელი ადგილები ხანდახან და იძულებული ანუ არ უკვირდებიან და რახან ზევიდან ვეღარ უდგებიან, ესე ქვევიდან აშურუპებენ. აქ შეიძლება წყალი გამოაპაროს, მოყინოს მერე ზამთარში. დააჟანგოს და მთელი ამბავი მოკლედ. რა უნდა დაშურუპდეს ისეთ ადგილს, სადაც წყალი არ მოძრაობს. აი ეს ღარები ცოტა მე პატარავებაა, ძაბრები უფრო სწორად. ვაღიარებ მე პატარავება ძალიან. შეიძლება წყლის გატარებაში ცოტა გაუჭირდეს ძალიან წვიმიან ამინდში, მაგრამ ნუ ეს არის მაგათი სტანდარტი და ალბათ ყოფნის რა ვიცი. მაგათი სტანდარტი რახან არის, ყველა მაგას აკეთებს და ყველა მაგას რო აკეთებს, ვიღაცა მაინც იტყოდა რომ არ ვარგაო. ალბათ დამაკმაყოფილებელია, ვერ გეტყვით. მთელი დღე ხამას მოუნდი რა, პრინციპში მთელი დღე არა, ნახევარი დღე, მაგრამ ძალიან საშინელი ყინვაა. ეხლა ამ წუთას არის შუა დღე და მაინც ყინავს. რამდენჯერ გადამივარდა შურუპი, რამდენჯერზე ვერ მოვკიდე რაღაცას ხელი, იმიტომ რომ საშინლად გაყინული მაქვს თითები. ესეთი არის 4 დასაყენებელი. ჩემი თხოვნა იქნება რა, რომ გამოიწეროთ გვერდი. ყველა დეტალს, რასაც ვაკეთებ, აბსოლუტურად ყველაფერს ვუღებ ვიდეოს და საინტერესო იქნება ალბათ თქვენთვის და ამიტომაც გამოიწერეთ და მომავალშიც ვიყოთ ერთად. დროებით.